პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი 1 წლის წინ დაიწყო, ხო, როდესაც პირველი მცდელობა ჰქონდათ რეალურად კრიტიკული ხმის გაქრობის. ანუ ჯამში მათი მიზანი არის არა გამჭვირვალობა და სხვა რაღაც ყურით მოთხრეული ვითო მიზეზები, არამედ მათი მიზანი არის კრიტიკული ხმა არსად არ ისმოდეს. რატომ? იმიტომ რომ ეს კრიტიკული ხმა ძალიან ყვირალა სიმართლეა, მათ უქმნით კონკრეტულ პრობლემებს, მაგალითად, ჩემი ორგანიზაციის სახელით რო ვილაპარაკო, რაშიც მე ვიყავი ფიზიკურად ჩართული, მათ ფული უჯდებოდათ ჩვენი კრიტიკა. ისინი აგებდნენ სასამართლო დავებს, მათ უწევდათ ბავშვებზე ზრუნვა, უწევდათ, კი არ უნდათ, უწევდათ. მათ უწევდათ ბიუჯეტში სოციალური ნაწილი გაეზარდათ. მაშინ, როდესაც ეს ფული შეიძლება გადაასრულიყო სრულიად არამიზნობრივ ხალხზე არაორიენტირებულ საქმეზე. მათ უწევდათ კრიტიკა მოესმინათ ისეთი ძალმოსილი ინსტიტუტების, როგორიც არის მაგალითად საპატრიარქო და გაგახსენებთ ნინუზმინდის ბავშვსახლის საქმეს. მათ უწევდათ თავიანთ თავებზე მოესმინათ კრიტიკა, როდესაც იყვნენ არაეთიკურები, როდესაც სიძულის ენით საუბრობდნენ. და ამ საუკუნეში მარტო ქართველებს არ ესმოდათ ეს და არ ესმით. ესმის მსოფლიოს საზღვრების მიღმა. ამიტომ ჯამში რომ ვთქვათ, ერთი ფიზიკური დისკომფორტი ქონდათ, არ სურთ ამ ადამიანებს, კრიტიკის მიმართ არიან ძალიან რიგიდულები. მეორეს მხრივ ხელი ეშლებოდათ იმ ჩემი აზრით არა კანონიერი მიზნების შესრულებაში, რაც მათი მთავარი ამოცანა, რაც დავინახეთ. ფულის უკანონო გზით შოვნიდან დაწყებული საბოლოო ჯამში ქვეყნის რელსები და გადაგდების მიზნები აქვს. ჩვენ მათ ხელს უშლით. იმიტომ რომ მართალი ადამიანის სიტყვა ყოველთვის, აი როგორც არის ხოლმე ნათქვამი, ხო იცი, ძალიან წარი მოსასმენია. ეს უნდათ რომ ჩვენ გავქრეთ, იმიტომ რომ ჩვენ აღარ შეგვჭა სასამართლო, სადაც ჩაგრულს დაიცავენ, ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი სხვადასხვა შტოები, სადაც თუ ერთი ადამიანი აფუჭებს, მეორე ასწორებს, ბალანსი სრულიად დარღვეულია, დარჩენილია მედია და სამოქალაქო სექტორი და ჩვენი პარტნიორები, რომელსაც ჯერ კიდევ სწამთ ჩვენი ქვეყნის პროგრესის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩემთვის გასაგებია, რომ მოვბეზრდით და უნდათ რომ გაგვაქრონ.